რომელიმე მთავრობას კი არ ეხება ეს, არამედ ეხება მათ ამერიკის ეროვნულ ინტერესს და ამიტომაც არის ეს კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა და არა რომელიმე მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ასე ვთქვათ, ინიციატივა. მე ვფიქრობ, რომ რადგანაც ეს განხილვა იწყება, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებითაც დასრულდება ქართველი ხალხის სასიკეთოდ და ქართველი ხალხის სასიკეთოდ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია და თავისუფლება ამ ქვეყანაში გადარჩება აუცილებლად. Deep State არსებობს, ცოცხლობს, საკმაოდ სერიოზული რესურსები აქვს მობილიზებული და ამას ყოველდღიურად ვხედავთ. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხედავთ, რამდენად დიდია დაპირისპირება ამ ახალი პოლიტიკის მიმართ. რასაკვირველია, ამ ვითარებაში საქართველოს თავისი მყარი პოზიცია გააჩნია, რასაკვირველია, ნაკლები რესურსები გააჩნია, მაგრამ იმედი აქვს, რომ სწორედაც ეს დღის წესრიგი გაიმარჯვებს და Deep State საბოლოოდ დამარცხდება წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობას ემუქრება ისეთი გამოწვევა, რომელსაც შეიძლება ვერც გადაურჩა.